94 წელს თუ 15 არ მახსოვს ზუსტად მივდიოდი სადაც არ მეკუთვნოდა ყოფნა თუ ჩვენი გემოვნება არ ემთხოვა ერთმანეთს იგონია რაღაცა ძალიან ცუდ ჩხუბებში და კინოა თუ თეატრი შენი ცხოვრება მაინც ბატონო თართან ანტიგონეში თამაშობდი და 40 წუთიანი სცენა გქონდა გეგონა რომ შენ თვითონ აკეთებ ყველაფერს მაგრამ დათა თავაძის ფეხსაცმელი ძალიან ღირსეული ადამიანი არის ჩემი ქმარი. მიუხედავად დიდი გრძნობისა და აი მართლა რაღაცა აი ესეთი გრძნობისა რომ იხრჩობი და კვდები, სხეულს აქვს გენიალური თვისება. სულთან ყავდით დედას, არაფერი ჩამეხუტება და მორჩა. სულ ვამბობდი რომ მე ამ ამბავს ნატოს მოუყვები. თუ კი ვინმე გარყნა მათი შვილები, აი ეს ორი ტელევიზია. დღეს ჩემი სახე ანდროა. შენი მეგობარი რანაირად არ ხედავს შენ ჩაგვრას. პრეზიდენტი გიბარებს. ძიმა საუბარი ქონდა. ალბათ დავხოცავდით მაინც ერთმანეთს. ყველაფერში არის უსიყვარულობა. მე ამ ქვეყანას ვერ ვნახავ ისეთ როგორიც მინდა რომ ვნახო. ეს იყო მჭიდრო კავშირი? ამენ ამას ლაპარაკი. დოი რო იყო აქ მეთქი. რეპეტიციებს გადიოდა ჩემ თოჯინით თქვა. აი რომ გამომართვა და აი იქ მივხვდი რომ ამას დაკარგავს. ეს ისტორია ცალკე დაიდება. ნებისმიერი next იქნება მასთან ერთად. ერთ სელფი არ გადამიღია ცხოვრებაში. დაღმერთო. მოგესალმებით, მადლობა, რომ გვიყურებთ. და ხართ ჩვენი არხის ერთგულები, ჩვენ უფრო და უფრო მეტნი ვართ, რაც ძალიან გვახარებს და ეს თქვენი დამსახურებაა პირველ რიგში, რისთვისაც მადლობას გიხდით. აქვე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პოდკასტები YouTube-ზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვაფოლოვეთ, შეგიძლიათ ნახოთ ნაწყვეტები ჩვენი პოდკასტებიდან TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და თქვენი აქტიურობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მოგწერეთ ვის ვისურვებდით შემდეგ სტუმრად. დაპირებისამებრ, როგორც წინა გადაცემაში დავაანონსეთ, დღეს ნატო მურვანიძე არის ჩვენი სტუმარი, მივესალმები ნატოს. ჩემთვის საყვარელ მსახიობს, მადლობა ნატო რომ აქ ხარ და მადლობა მოწვევისთვის. სხვათა შორის ნინოსთან როცა დავიწყეთ პოდკასტი, პირველივე ჯერზე ჩამოვყალიბდით, ეს უნდა ყოფილიყო ინტერვიუ შენობით თუ თქვენობით. და მაშინ ასე გადავწყვეტეთ, რომ იმ ფორმას ავარჩევდით, რაც ისედაც გქონდა მე და ნინოს ურთიერთობაში და გადაწყდა, რომ ეს იყო ინტერვიუ შენობით. რა თქმა უნდა. მე მგონი აქაც ესე უნდა გადავწყვეტოთ, ხო, რომ არ მოვატყუოთ მაყურებელი და იყოს ეს ინტერვიუ შენობით. ხო. რა თქმა უნდა, აბა როგორ წარმოგიდგენია, რომ მე შენ მოგმართო თქვენობით და ისე რაღაცა. ჯერ როგორ ხარ მითხარი? ვერა წიგნაძე ამბობდა, ლეგენდარული ვერა წიგნაძე, როცა ვეკითხებოდი როგორ ხარ მეთქი, ის ამბობდა როგორც გუშინ. და პატარა რო ვიყავი, ძალიან უცნაური იყო ეს, რას ნიშნავს როგორც გუშინ და მე როცა წამოვიზარდე, მითხრა რომ როგორც გუშინ არის კარგი, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ესე იგი ხვალ უარესი არ მოხდება, ანუ დღეს უარესი არ მოხდაო. ხო და როგორც გუშინ. ხო, რა საინტერესოა. ხო, უარესი არ არის, უარესად არ ვარ, ვიდრე გუშინ. გაქვს მოლოდინი იმისა, რომ რაღაც საინტერესო შეიძლება მოხდეს. ოპტიმისტი ხარ თუ არა, მგონი მაგას ვარკვევ. ოპტიმისტი ვარ, კი, ოპტიმისტი ვარ ნამდვილად, მაგრამ აი ესეთი გაშტერებული ოპტიმისტი არ ვარ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რამე კარგი თუ უნდა მოხდეს და უკეთესი, ის ყველაფერი ხელები უნდა დავიკაპიცოთ და ჩვენ თვითონ ვაკეთოთ. ამიტომ ის არ არის, რომ თავში დამეცემა რაღაცა და დამეყრება თავზე. რაღაც დაგვეყრება, რადგან 36 წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, ეს ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობასაც და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ჩვენი ხელით არის აკეთებელი. ანუ სხვისი გადასაწყვეტი არ არის, როგორი იქნება ეს ქვეყანა. ამიტომ მოლოდინი მაქვს, მხოლოდ იმის, რომ ადვილად არ შევეგუებით ბევრ რაღაცას, რაც მიგვათრევს უკან დამოუკიდებლობამდე პერიოდისკენ. ნატო თუ ნატა?
იმიტომ მე ნატას გეძახი ხოლმე და იქნებ ნატო. დავიბადე როგორც ნატო, ნატას მეძახდა ლევან აბაშიძე და 92-ში რაც მოხდა, იმის შემდეგ პირველი იყო იავნანა, როდესაც ნანას ვთხოვე რომ დაწერა ნატა თქო, იმიტომ რომ ლევანი მეძახდა ნატას და მე ეს იყო რაღაცა ახალგაზრდული ემოციური რაღაცა ამბავი, იმიტომ რომ მაგ პერიოდში დაიღუპა და დავირქვე ნატა, იმიტომ რომ ასე მეძახდა. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ასე მეძახდა და მე პირადობის მოწმობაში და ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად იყოფა ბავშვობის ვისაც 22 წლამდე ვიცნობდი, მანამდე ყველა ნატოს მეძახდა და დღესაც ვინც ნატოს მეძახის პირდაპირ ილინკება ძველ დროსთან და ნატა უკვე ახალი. მე მიყვარს ის ისტორიაც, როცა ნიკას პირველად თეატრალურ ინსტიტუტში შეხვდი და მისაღებ გამოცდაზე და იმ დღესვე მოხდა ისე, რომ კურდღლის როლი ქონდა ეტიუდში შენ და იმას გველის. ნიკა იყო გველის როლში. ძალიან საინტერესო ისტორია და რამე სიმბოლური დატვირთვა თუ ქონდა აი ამ როლებს მერე თქვენს ცხოვრებაში. არავითარი ნამდვილად არ აგრძნობინებს თავს კურდღლად, იმიტომ რომ თვითონ არ არის გველი. რამდენად გამბედავი ხარ. მე ვნახე შენი ინტერვიუ, ძალიან კარგი ინტერვიუ დათო გორგილაძესთან და შენ მოყევი ისტორია, რომ აი ვერ გაბედა სხვადასხვა ფერის ფეხსაცმლის ჩაცმა. ყვები ასეთ ამბავს და კიდევ რისი გაკეთება გდომებია, რაც რისი გამბედაობაც არ გეყო. ან გიფიქრია, რომ ღირს ამის გაკეთება? ძალიან უცნაური რაღაცა არის, თავისთავად ძალიან არ მიყვარს ყურადღების მიქცევა, თუმცა ძალიან ძნელი დასაჯერებელია იმ ხო. ჩემთვის მაგალითად ახლა იქ სადაც არავინ არა ვარ და არაფერს არ წარმოვადგენ ფეხსაცმელებით ყურადღების მიქცევა, ცოტა ვულგარული იყო ჩემი აზრით. ისედაც და ასედაც მე მახსოვს ბავშვობაში მეტროთი დავდიოდი სკოლაში და რატო არ მაცვია ქუსლიანი ფეხსაცმელი, იმიტომ რომ რაღაცა მაშინ იყო მოდაში რკინა ქონდა მიკრული ქუსლიან ფეხსაცმელს. ეთქვა რომ არ გაცვეთილიყო, არ ვიცი, მოკლედ ეს სკაპაწკუპი და სულ მეგონა რომ ამით ადამიანი იქცევს ყურადღებას და რაღაცა აი იქიდან ჩამომიყალიბდა რომ ტანსაცმლით ყურადღების მიქცევა არის რაღაცა ძალიან ვულგარული, ხო? ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ჩრჩილივი თუფერული ვიყო. ნუ ეს ისეთი სამახსოვრო. მე მგონი არ გამოგდის. არა, ძალიან კარგად გამომდის. ძალიან კარგად გამომდის. არსებობს რაღაცა ესეთი სიტყვა, ფაქტურა, რომელსაც იყენებენ ხოლმე რეჟისორები, როცა საინტერესო პერსონას ნახავენ, მსახიობს, რომ აი ეს რა კარგი ფაქტურა არის, აი ეს სმენია ხოლმე და კი ნაჭერზეც ამბობენ. ხო, ნაჭერზეც ამბობენ, მაგრამ მე ვიცი რომ არსებობენ ძალიან საინტერესო ადამიანები, საინტერესო გარეგნობით, საინტერესო შინაარსით და მე ახლა ასეთ ადამიანს ვესაუბრები, მინდა გითხრა. და ნატომ გამაფრთხილა, რომ არ დაიწყო ახლა ასეთების თქმა, იმიტომ რომ ამ დროს არ ვიცი საწავიდე. ხო, მართლა. და დრო მიაქვს ამას. რაღაცა საქმიანზე გადავიდეთ. რა გაინტერესებს, სხვა რა გაინტერესებს. სტუმარიც ასეთი აწურული იყო ხოლმე, კედელს ვეწურებიო, როცა ვიხარ. წინა სტუმარი არის ჩემი ფაქტიურად და ესე გამოდი. და იცი რა მითხრა, ნატოს რას დავაბარებდი, ერთ კითხვას მეთქი და აი ესე კითხე, what next? აი შემდეგ რაო? ვაიაზე და შენზე ყვებოდა და თქვენს მეგობრობაზე ყვებოდა და ნუ მე მივხვდი რომ ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტია მისთვისაც, ალბათ თქვენთვის, ყველასთვის, თქვენი მეგობრობა. ნინო იმდენად კარგად მიცნობს და იმდენად ძალიან ბევრ შრეშია ჩემი ცხოვრების შესული და მეც ასევე რომ ესე კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვეჭიდები, ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი next იქნება მასთან ერთად. რაც არ უნდა იყოს ეს არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ ერთად ვიდგებით კვლავ სცენაზე თუ არა, მომავალში არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეს მაინც ერთად ხდება ყველაფერი გაზიარებით და ასე შემდეგ, არ აქვს და ცხოვრებას რაც შეეხება ყველაფერი next დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამიტომ მის გარეშე ეს არ მოხდება და ვეჭვობ რომ მაგითომაც საინტერესებდა, მაგრამ მე არ ვარ დომინანტი და არც ნინო ამ შემთხვევაში ჩვენ ურთიერთობაში.
რაღაცნაირად ესე მოხდა, რომ ორივე 50-50-ზეა ყველაფერი. და აქედან გამომდინარე ის next-ის დაიბადება ურთიერთ შეთანხმებით კი არა და უფრო თანაარსებობით, მოდი ესე ვთქვათ. და ისე თქვენი, ანუ თქვენ ბავშვობის მეგობრები ხართ, მე მაქვს ფოტო ნანახი ერთ კლასში რო ხართ. მიუხედავად იმისა, რომ 0 კლასში მე ძალიან მალე გადამიყვანეს მე სხვა ექსპერიმენტულ სკოლაში, დამაწანწალებდნენ სკოლიდან სკოლაში, იმიტომ რომ უკეთესი ძიებაში ვფიქრობ თუ რაღაცა, არ ვიცი. ამიტომ რაღაცნაირად რაღაც ეს თავისთავად ეს ფაქტი მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ბავშვები იყვნენ, ცოტა გვიან, აი დავიწყეთ სწავლა და რაღაცა 2 დღეში თუ რაღაც ცოტა დააგვიანეს. ჯერ ერთი ტყუპები შემოვიდნენ კლასში. უკვე ყურადღების ქვეშ იყვნენ. მეორე იყო ის, რომ ირანიდან იყვნენ ახალი ჩამოსულები და ეს ერთნაირები დასვეს უკან, იმიტომ რომ უკან იყო ადგილი კი არ გავდნენ ერთმანეთს, მაგრამ აი რაღაცა და ძალიან მოწესრიგებულად რაღაცა ჩანთები ამოიღეს, მაშინ მოგეხსენება რა ხდებოდა, რაღაცა იქიდან პენალი, რაღაცა ეს მოწესრიგებულად დააწყვეს და ყურადღების ცენტრში იყვნენ. ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს ძალიან კარგად და მე ვინაიდან გადამიყვანეს და სხვა სკოლაში აღმოჩნდი, ხვდებოდით დაბადების დღეებს ერთმანეთს, ესე კანტაკუნტად. და მე რა თქმა უნდა ინსტიტუტში ჯგუფში აღმოჩნდით ერთად. ჯგუფელები ვიყავით, ერთი მენტორი გვყავდა და ესეთი შეთანხმება გქონდა, რომ ვისაც პირველი ვისაც გაუჩნდება შვილი, ის მეორე იქნება, იმის ნათლია თუ რაღაც ესეთ და მე გამიჩნდა დათა და ნინო დათას ნათლია და ესეთი ძალიან ლაპარაკიც კი მიჭირს ამაზე, იმდენად ღრმა არის და იმდენად მეტირება უკვე ამასაკში მეტირება ამაზე. და ეს ცხოვრებაშიც მეგობარი გყავდეს და სცენაზეც ერთი სიამოვნება იყოს ესეთი რანგის მსახიობის გვერდში დგომა და პინგ-პონგის თუნდაც კედლად ყოფნა, ვთქვათ და შეიძლება ვერ მივცე ისე. მაგრამ არ ამგონია მაინც ახლა ესე ძალიანაც არ დავიკნინებ თავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პარტნიორობა გვაქვს. ერთ სულ და ერთ ხორცს ვართ სცენაზე. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და მე მხვდა წილად ეს ბედნიერება და რა თქმა უნდა, ხცრემლი რო არ მომადგეს მაგაზე, ისე არ გამოვა. დამწყები მსახიობისთვის არის თუ არა ძალიან დიდი გამოწვევა, მაგალითად ნატო მურვანიძესთან ერთად თამაში. აქ რა ხდება ხოლმე, რა ტიპის ურთიერთობებია? ეხლა მე ერთი წამი ვერ შევედრები, მაგრამ მქონდა ბედნიერება ისეთ მსახიობებთან მუშაობის როგორებიც თავიდან ეს მიუყვები ავთო მახარაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეხლა ამ შემთხვევაში ბატონ ნოთართან ანტიგონეში ვთამაშობდი და 40 წუთიანი სცენა გქონდა, მხოლოდ დიალოგის. ანუ ეს არავინ არ იყო სცენაზე. ხო. თითქმის ერთი სპექტაკლია მთლიანი. ამ ძალიან დიდი სცენა. და რა თქმა უნდა ნერვიულობდი იმაზე, რომ შეიძლება ვერ გავუწიო სათანადო პარტნიორობა, იმიტომ რომ ამხელა წონის ადამიანი რომ გამოგიქანებს და გესვრის ბურთს, ხო, მინიმუმ კედლად უნდა დადგე, რომ ის უკან მიიღოს, რომ არ აქცდეს. აი ეს არის. ეს იმაზე არ არის ლაპარაკი, როგორ პასს მივცემ. ამაზე არ არის ლაპარაკი. არის ლაპარაკი იმაზე, რომ არ აქცდეს და დებილი არ იყო. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი სკოლა. მსახიობის როლი რამდენად დიდია, გულისხმობ იმის, ვინც ამ ბურთს აწვდის. ძალიან დიდი. მართლა? კი, და მე ძალიან გამემართლა მაგ ხრევ. იმიტომ რომ აი სწორედ ანტიგონეს დროს რაც ყველაზე მეტად მანერვიულებდა, იმიტომ რომ თემური დგამდა ჩხეიძე. და იმას ქონდა ამბავი, რომ დიშვილი ვარ და ის რო არ გამოვიდეს, რაც საჭიროა. ჯოჯოხეთი მაქვს გამოვლილი, ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ძალიან დავკომპლექსდი და რომ დავკომპლექსდი არაფერი არ გამომდიოდა და ჩავიკეტე, ხმაც დავკარგე და უკვე პრემიერა გამოცხადებული ანონსია.
და უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ კაპელდინერები მეუბნებოდნენ, როგორ უნდა მეთამაშა, ვინც გაივლიდა უბრალოდ გარდერობის უფროსი და ასე შემდეგ, ვისაც საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს და რაღაცა უკვე ესენი ვიცი რა, ნატო ესე უნდა ითამაშო, დაახლოებით ეს კიდე უფრო რაღაც იმაში მაგდებდა, პატარა ვიყავი, ახალგაზრდა და მე ვფიქრობ, რომ ოთარი მიხვდა ამას და გამიყვანა და მითხრა ესეთი რაღაცა, იცი რა არის, რამდენი დროც გჭირდება, იმდენი დრო უნდა წაიღო. იმიტომ რომ ეგ მეც მჭირდება. შენ რა გონია, მე მზად ვარო და ეხლა გავარდები სცენაზე და ვითამაშებ. ზუსტად ეგ უბრალოდ მე არ მეუბნებიანო. ასაქსო ეგ აქვსო და იმას რომ რაღაცა ასაკში კაპელდინერი აღარ მეტყვისო, როგორ ვითამაშო. ეხლა გული შეტკივ, ცუც კი არაფერს არ აკეთებენ, გული შეტკივათ და ხედავენ, რომ ყანყალებო და რაღაცაო და შენო გჭირდებაო, ზუსტად მე მჭირდება, ზუსტად იმდენი დრო, რამდენიც შენო და ნუ ნერვიულობ, ეგ მიხვდა, რომ მის გამო ნერვიულობდი, რომ ეს ამხელა კაცი მე მელოდებოდა. და ეს იქნებოდა ალბათ ჯადოსნური სიტყვები შენთვის. და გაიხსნა და რაღაცა ბატონ ოთარ ძალიან დიდი როლი აქვს ათამაშები. ჩემს ჩამოყალიბებაში ხო მისი ანაბეჭდები დღემდე მაქვს სხელზე. რეჟისორი ვისთანაც კომფორტი იყო თამაში. მთავარია იპოვო და გაპოვნინოს ის გზა, რომლიდანაც გამოგიყვანს კომფორტის ზონიდან და სადღაც გაგზნობინებს თავს კარგად. რეჟისორზე რამდენად ბევრია დამოკიდებული. აი შეიძლება რომ ისეთი მიმართულება მოგცეს ისეთ სწორ დროს, ისეთი სწორი ფორმით, რომ სრულიად შეცვალოს ეს როლი პერსონაჟი. რა თქმა უნდა და ყველას აქვს სხვადასხვა მეთოდია. მაგალითად, ჩხეიძე როგორც მუშაობდა, გეგონა რომ შენ თვითონ აკეთებ ყველაფერს, მაგრამ ყველაფერი იყო, აი ისე მიყავდი იქამდე, რაც თვითონ უნდოდა, რომ შენ გეგონა, რომ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე შენი აწყობილი იყო ეს ყველაფერი. არა და მისი იყო. ხო, მაგალითად, დოის სულ სხვა მეთოდი აქვს. დოი პირდაპირ გეუბნება, რომ აი ეს რაც წერია, ეგ არ მინდა. და აბსოლუტურად იწყებს ამის დანგრევას, მაგრამ რომ ანგრევს ამ ნაწილების შეგროვებაში, მე რაღაცა სხვა ძრება. ოღონდ ამას ეს უფრო რაღაცნაირი ხილული კოლაბორაციაა და ის უხილავი მაგალითად, თქვათ, სხვადასხვანაირად მუშაობს, ჭოლა სხვანაირად მუშაობს, გურამ მაცხონაშვილი სხვანაირად, ნინო ხარატიშვილი სხვანაირად, ყველა რთული მსახიობისთვის ამდენ სხვადასხვა რეჟისორს მოერგოს. მან არის მთავარი, როგორ გამოხატავს, თქვათ, ესა თუ ის რეჟისორი, იმას რის თქმაც უნდა, იქ არის გემოვნების საკითხი. აი, ეგ არის ჩემთვის ყველაზე, თუ ჩვენი გემოვნება არ ემთხოვა ერთმანეთს, იქ ომია. ყოფილა ეგ შემთხვევა. კი, მიომია მე ძალიან. და ყოფილა რომ უარი გეთქვამს, იმიტომ რომ აი გემოვნება არ ემთხოვა. ბევრჯერ, ოღონდ რაღაცა ხრიკებით ისე რომ არ ეტკინოს. ლაშას მამა გარდაიცვალა, წავედი. ო, ძალიან საინტერესო. ასე რომ ნატომ თუ გითხრათ რომ არ მცალია მეო, სადღაც ვარ რაღაც. ხანდახან მართლა არ მცალია. ხანდახან არის. ეხა ისე ვიზამე რომ მართლა რო არ გეცლება ყველა. იმას ეგონება რომ უარს ვამბობ. არა, ეგრეც არ არის, მაგრამ ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. რეჟისორი და მასალა, აი მასალა, ეს ორი რაღაცა. კი, ufრთხილდები ნამდვილად. შენ თქვი ერთხელ რომ კინო ეს უფრო რეჟისორის ხელოვნება არისო და თეატრი ერთნაირად მსახიობის და რეჟისორის და სად გრძნობ უფრო თავისუფლად? კინო არ მახსოვს, იმიტომ რომ 10 წელიწადში ერთხელ ვიღებ და რეალურად თავიდან ვსწავლობ ყოველ ჯერზე და მე იმას ვერ უყურებ, იმიტომ რომ ეს არის საშინელება, რასაც იქ ვაკეთებ და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ეს არ არის. კინო არის აუცილებელი, რომ რა ვიცი მე წელიწადში ერთი ფილმში მაინც იმიტომ რომ უნდა გიფიქსირდებოდეს, უნდა იცვითებოდე, უნდა კარგავდე რაღაცას. რა არის საშინელება? შენ თავს რო უყურებ, საშინელებაა? არ უყურებ. რატო ხარ ასე დაუნდობელი საკუთარი თავის მიმართ? იმიტომ რომ იქ თვითონ იქაც ძალიან ბევრი დისკომფორტები მაქვს ხოლმე და ეს ვიცი და ამის ნახვა არ მინდა. იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან იშვიათად იცის რეჟისორმა მსახიობთან მუშაობა. თუ მსახიობი ყავს, იმან იცის ერთი რაღაცა, რომ მსახიობი არ უყვარს.
და მსახიობი ცუდია და უნდა დაანგრიოს მსახიობი. როგორ უნდა დაანგრიოს ეს მსახიობი და რო ტოვებს უარაფროთ, ეს მსახიობი თავის სკილებით იწყებს მუშაობას. და ის როგორ დალეწოს, ის არ იცის. კინოს გულისხმობ, ახლა კინორეჟისორებს გულისხმობ და არა თეატრის? ხო, ძალიან იშვიათად იციან მსახიობთან მუშაობა რეჟისორებმა. ძალიან იშვიათად გამონაკლისები. რა საინტერესოა რასაც ამბობ. ანუ მსახიობი უნდა არა, ძალიან იშვიათად ყოფილა, რომ მე სიამოვნება მიმიღია კინოსგან. რით განსხვავდება საერთოდ კარგი რეჟისორი ცუდისგან? არ ვიცი, აი რაღაცა უნდა იცოდეს რა, აი მაგალითად სიტყვაზე ვამბობ, არ უნდა ყანყალებდეს ალბათ. აი მაგალითად ისე ვამბობ, თქვა ზაზა ურუშაძემ იცოდა როგორი კინო უნდოდა, მაგრამ დიტო ცინცაძემ იცის როგორი კინო არ უნდა. თქვა სიტყვაზე ვამბობ და ესეც არის ძალიან ისეთი იცი რაზე ხო ორი რადიკალურად სხვადასხვა რაღაცა. ყოველ შემთხვევაში მე რა შეხებაც მქონია. და რას ნიშნავს იყო კარგი მსახიობი? ეს ნიჭი უნდა კონდეს თუ კიდევ რამე სხვა უნარები გჭირდება და თვისებები? მე მგონი კარგი მსახიობი არის ის მსახიობი, რომელმაც იცის რა არ უნდა ითამაშოს. და რა არ უნდა ითამაშოს? არ ვიცი, აი მაგას გრძნობს მე მგონი მსახიობი. აბა მე რო გამიგია რომ კარგმა მსახიობმა ყველაფერი უნდა ითამაშოსო? ყველაფერს ვერ ითამაშებს. მე მგონი უნდა გრძნობდეს რას ვერ გადაამუშავებს. მისი არ შეიძლება რომ ყველაფერი ითამაშო. არა და ყველანაირი აი მე რაღაცა დაძალება და მცდელობა მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ ვამბობ რომ ძალიან ბევრი ის გადალახვა გიწევს გამოსვლა კომფორტის ზონიდან რაღაცა არის რასაც ვერ ვხსნი მე თვითონ ეს არ ნიშნავს რომ სხვასთანაც ესეა ჩემთან არის ეს როდესაც თან ხვდები რაღაცა როლს ბევრს ფიქრობ ხოლმე ამაზე აი მაგალითად როცა ითამაშე ჩემი მეგობარი ჰიტლერი რომელიც აი გამორჩეული არის მართლაც რა ანუ როგორ თქვა რომ მიყვარს მაგრამ ხო, საერთოდ უარყოფითი როლის თამაში, ასეთი გარდასახვა, გიფიქრია, რომ ღირს ამ როლზე დათანხმება თუ არა, თუ პირიქით მიხვდი მაშინვე, რომ ეს ის არის ზუსტად, რაც ძალიან კარგად გამოგივა. დალაგებული ადამიანი, რომ მე არ შემომთავაზებ და ფაქტია და დათო მღებრიშვილი ვერ არის მთლად დალაგებული და დალაგებული მსახიობი რომ არ დათანხმდებოდა, მეც არა ვარ დალაგებული, რომ დავთანხმდი ამას და ძალიან დიდი ინტრიგა იყო ჩემთვის და დიდი ავანტურა, მოდი ესე ვთქვათ. რამდენადაც ცხოვრებაში მაკლია ეს, პროფესიაში მაქვს ეს. ალბათ იქ გადაინაცვლა მთლიანად, რომ ეს ავანტურა რაღაცნაირად მაცოცხლებს. დიდი გამოწვევა იყო და ძალიან საინტერესო რთული იყო, იმიტომ რომ ისტორიული პერსონაჟი იყო, ჯერ ისეთ ქალი თამაშობდა ყველაფერი იყო ძალიან დიდი გამოწვევა, სქესი, უარყოფითი პერსონაჟი, თავად შინაარსი, როლი. ხო, მაგრამ აი დათოს რო ვკითხე, რატომ მე მეთქი, რატო ქალი თქო, პირველი რაც მითხრა რომ ბოროტებას სქესი არ აქვს და მორჩა. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რის გამოც ალბათ კარგი მეთქი უთხარი. და ვცადოთ თქო. და მერე იყო პერიოდი, როდესაც ძალიან დიდი მასალა იყო, რომელიც ამ ჩქარა უნდა ჩამეტია, წამეკითხა ეს ყველაფერი, რომ ცოდნო და მერე მივხვდი, რომ ისტორიული ფაქტები არაფერს არ მაძლევს, მისი ვიდეოები არაფერს არ მაძლევს, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი კარიკატურაა, რომ ჩაპლინზე უფრო კარიკატურაა თვითონ. ისე ჩაპლინმა დაცინა ჰიტლერს და ჰიტლერი ბევრად უფრო გონია, რომ ჩაპლინს დაცინის ისეთი კარიკატურულია, რაც შემორჩენილია და თან რაღაც დაემთხვა მაშინ ეს ნაცისტური გერმანიის დამარცხების თუ პირიქით რაღაცას და სულ იყო ამ ისტორიაზე ეს წამლად ჰიტლერის კადრები. იუკიო მისიმას სპექტაკლი მაინც მაყურებელს. ხო, იუკიო მისიმას, ჩემი მეგობარი ჰიტლერი, იაპონელი ავტორია, ძალიან მაგარი. და მე მივხვდი რომ დავიწყე ფსიქოლოგების პორტრეტების, კითხვა კვლევების იმ პერიოდზე და კერძოდ ჰიტლერზე.
და მე ვფიქრობ, რომ დიაგნოზი ვითამაშე უფრო. რაც ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო. რას გულისხმობთ? დიაგნოზი იმ ადამიანის, რომ ის პრობლემები, რაც მას ჰქონდა, ფსიქიკურ, ფსიქოლოგიური. და ეს როგორ ვლინდება, ანუ რა ქცევები აქვს, როგორ მაგალითად როგორ იქცევიან ნეკროფილები, იმიტომ რომ ის ნეკროფილი იყო. ეს იმიტომ რომ ყველაფრის მიმართ ნეკროფილია არ არის მხოლოდ მიცვალებულთან სექსუალური აქტი ან ტოლვა ან რაღაცა, ეს არის ნეკროფილია ზედმეტად სტერილურობაშიც არის, სადაც სიცოცხლის კვალი არის, სადაც ანაბეჭდი არ არის, სადაც ტვერი არ არის. და როგორი გამომეტყველება აქვს, როგორ უნდა იცნო ნეკროფილი, როგორი ფერი აქვს სხვანაირი და ასე შემდეგ. და ის ქცევები, ის პატერნები, როგორც იქცევიან. და ასე შემდეგ, როგორ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი, როგორი ქცევები აქვს იმ და მე როდესაც ქცევების კეთებას იწყებ, სხეულს აქვს გენიალური თვისება, რომ შენ როდესაც მექანიკურად თუნდაც აკეთებ ამას, რაღაცას ცნობს ორგანიზმი და იწყებს ემოციურად იმ ნოტაზე დაჯდომას. ეს არის ძალიან საინტერესო, როგორ მიდიხარ ნამდვილ გრძნობასთან ჟესტების და გარედან შესული რაღაცა აქციელებით, რომელსაც ამ კარდიოგრამას როგორც კი აწყობ და მე უკვე მიდიხარ რაღაც ძალიან ავთენტურთან, რაც შენიც არის, შენშიც არის ეს. უბრალოდ ესე აეწყო, რომ არ მოგეცა საშუალება, რომ ეგეთი გამხდარიყავ, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვთქვით, რომ ჰიტლერია და მეტი აღარ იქნება, ეგ არის ანეკდოტი. იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე ძალიან ბევრი ჰიტლერი შეიძლება შეგხვდეს თუ ფაზლები ესე დაეწყო, როგორც მის შემთხვევაში. იმიტომ რომ პოპულიზმით და იმით ძალიან საინტერესოა თავისთავად ხო. ახალი თაობის მსახიობები არიან რაღაცნაირები, რა. აი ეტყობათ, რომ მსახიობები არიან, რაცა ძალიან არტისტულები, ძალიან თამამები, უკომპლექსოები. ძალიან კაი მე რა ჯობია მაგას. და თქვენ რა გჭირთ? ჩვენ საბჭოთა ხალხი ვართ მაინც. დაჩმორებულები. ძალიან კარგია რომ ესეთები არიან. ხო, აბარა, იმიტომ რომ ცხოვრება მაინც დააწევინებს თავს და მოხდა რომ დაჩმორებული ადამიანი გახდა მსახიობი. ამას ხო ჭირდება რაღაცა კომპლექსის არ ქონა, არ უნდა იყო მორცხვი, გადასახვის, იქნებ კომპლექსების გადალახვის საშუალებაა ეს. იქნება ამას თერაპიული აქ, იქნება ამით ვამარცხებ მე ჩემ კომპლექსებს. იმიტომ რომ მე ძალიან დაკომპლექსებული ადამიანი ვარ. რისით ბევრია, ყველაზე ნიჭიერო, ყველაზე საინტერესო, ყველაზე კარგო ნატო მურვანიძე, მითხრა რომ ესენიო არ ილაპარაკოთ, რომ გავიქცევიო და გავიქცევი მართლა, ეხლა მომენტია. ნატა ოჯახსაც მინდა კითხო, იღბალს ეძახდი ხოლმე, როდესაც დაიბადე ბუნებრივი ასეთ ოჯახში, თუმცა საჩუქართან ერთად ალბათ რაღაცა ძალიან დიდი თავის ტკივილიც იყო ეს და პასუხისგებლობაც იყო ალბათ, ხო, იმიტომ რომ რაღაცა მოლოდინებია სულ, წინასწარი შთაბეჭდილებების ქვეშ შეიძლება იყოს ბავშვი ჯერ კიდევ, შემდეგ მოზარდი, შემდეგ უკვე ახალგაზრდა ქალი. და ავტომატურად ხდება ეს ყველაფერი, ხო? და ეს მინდა რომ აღწერო შენი სიტყვებით. თავის ტკივილი არ არის, უფრო ვითომ გარედან ჩანს რომ უფრო იოლი გზაა და სინამდვილეში არის ძალიან რთული გზა. აი რატომ ეხა მაგალითად ვინც გვიყურებს და ფიქრობს რომ ნატო მურვანიძეს არ უნდა გასჭირვებოდა არც კარიერის კეთება ვთქვათ, არც ნაცნობების შეძენა, იმიტომ რომ მას ყავდა ასეთი ოჯახი, მას რას ეტყოდი? ეს არის ძალიან პატარა და 5 წუთიანი ამბავი, რომ აი ეს ამის შვილი ეს ერთ ცოტა სიყვითლეს დაგრავს ეს. და ჩვენი გზა არ არის ყვითელი. ამიტომ ეს არ არის გრძელვადიანი ამბავი, ემოციური თვალსაზრისით ვამბობ, როდესაც შენ უკვე მენიუს შესთავაზებ ადამიანს და არჩევანი არ აქვს. ადამიანს უყვარს აღმოჩენა და თავისის არჩევა.
რის საშუალებასაც არ აძლევს მაგალითად, როდესაც ეს უკვე გეგონება არ ხან ეს არის, ეს უნდა მიიღო. და ამიტომ რაღაცნაირი დამოკიდებულებაა თავიდან ვითომ სიხარულის და მერე თავდება ეს წერტილი. ძალიან რთულია, იმიტომ რომ გრძნობ, რომ ალბათ რაღაცა ფორა გაქვს თუნდაც ინფორმაციის თვალსაზრისით, იმიტომ რომ თეატრში ხარ გაზრდილი, დაბადებული და იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ერთად მოდიხარ ამ გზაზე, რაღაც მათზე მეტი ინფორმაცია გაქვს ამ ყველაფერზე. რაც გაიძულებს, რომ შენი თავი ყოველთვის ძირს დააგდო, იმიტომ რომ გაათანაბრო, რომ მათ კონდეთ ეს განცდა, რომ მათ მიგიღონ თავისთან, რომ მათ ჩათვალონ, რომ ისეთივე ხარ, როგორც იმის, რომ ხარ. ეს შენ არ აგირჩევია, ეს არ არის შენი არჩევანი, ისეთივე ხარ, უბრალოდ რაღაცნაირად მოხდა ესე, რომ ვიღაცა სხვა რაღაცით არის გამორჩეული, მაგრამ თითქოს ამას არ და პატარა როცა ხარ ბუნტი გაქვს, უბრალოდ ბუნტი გაქვს. და ვიყავი ბუნტარი, კი. მართლა? კი, ურევდი ძალიან. ბუნტი მქონდა, სკოლაში, სკოლის ბუნტი იყო, რაღაცის დაშავებები იყო. გოგო არის ხოლმე ესეთი იყავი, რაღაცა ბუნტის თავი სკოლაში. ეს მთლად ნიჭიერი არ ვიყავი მაგაში, მაგრამ ფაქტია, რომ მქონდა ეს მოთხოვნილება, რომ აი გავქცეულიყავი შატალოზე და ღობეზე გადამხტარიყავი და რაღაცა ისა და მეთამაშა ბიჭებთან ფეხბურთი და მე შატალოზე და მე აი რაღაცა ძალიან ცუდ ჩხუბებში და მაგრამ ეს ყველაფერი ჩემ მოთხოვნილება კი არ იყო. უფრო იყო ის, რომ იქ მივდიოდი, სადაც არ მეკუთვნოდა ყოფნა. რაღაცას ვანგრევდი ალბათ. ეხლა როცა ვუყურებ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ხასიათი. რასაც შვებოდი სკოლის პერიოდში ვთქვათ და ვისგან ისწავლე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ პროფესიის შესახებ? შენი ოჯახიდან მაინც? არ ვიცი, ეს ხო თანდაყოლილი, ამას არ იცი ახლა დანაჩანგრით ვინ გასწავლა ჭამა ხო არ გახსოვს. ზაახლობით ესეთი რაღაცა არის. შენთვის მსახიობობა? არა, მსახიობობა ინსტიტუტში კი არა და არც მისწავლია, ვსწავლობ, ეხლაც ვსწავლობ. თეატრი როდის შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, არ ვიცი, არ მაქვს დაფიქსირებული, აღფრთოვანება არ მახსოვს თეატრით. აი რო ხوارი რო პირველად დედამ წამიყვანა და არ მახსოვს ეგ, იმიტომ რომ მართლა ძუძუმა ჭამა პარტერში, აი ესეთი ასაკის ვიყავი, როცა წამიყვანა, ბილეთი აქვს შენახული და მაგით ვიცი. ყველაზე საინტერესო მოგონება რა არის დედასთან ურთიერთობის დროს? ყოველდღიურობა, დილა. როცა შევხვდებით დილას ერთმანეთს. და რო ამიღწერ ერთი დღე? ეს არის რაღაცნაირი თუ ადამიანს ჭირდება რაღაცით დატენვა, აი ამას მიკეთებს დილას. არაფერი ჩამეხუტება და მორჩა. და მთელი დღე არის რაღაც და სპექტაკლის წინ მეუბნება აბა შენი ჩავიწერე კიდევაც ერთხელ რომ აი ვთქვათ და ვერ გნახე რომ ამის გარეშე როგორ ვითამაშო. როგორი ურთიერთობა გქონდათ ბავშვობაში? ეს იყო მჭიდრო კავშირი, ეს იყო დედა რომელსაც არ სცალია ხოლმე შვილისთვის თუ ეს იყო დედა რომელიც სულთან დაყავს სულთან ყავდი რეპეტიციებზე, აი გაკვეთილებზე, ეს რასაც გაკვეთილს ეძახიან 11 საათზე იწყება და სანამ რეპეტიციები აქვს, მანამდე ხურდებიან და ეს აუცილებელი ეს არის კლასს ეძახიან და ამ კლასზე ვესწრებოდით და ჩემი დის და აი კიდე ბავშვები ძალიან ბევრი ვიყავით შვილები ჩვენთვის რაღაც ის არის კანიფოლის ბავშვები ვართ, იმიტომ რომ კანიფოლის სუნზე გვახსენდება ბავშვობა ის, იმიტომ რომ ფეხი რო არ ცურავდეს ამ კანიფოლს რესენ და ესეთი სუნი აქვს და ეს არის ჩვენი ბავშვობა დაკავშირებული ამასთან და სულთან ყავდით დედას, რას ვაკეთებდით, არ მახსოვს რომ ვუყურებდი ალბათ რაღაცა გაკვეთილებსაც ალბათ იქ ვაკეთებდით, არ ვიცი. არ მახსოვს.
მართლა არ მახსოვს, იმიტომ რომ მე ეს ბავშვებიც ბევრნი ვიყავით, ხა მარტო მე და ანუკა ხო არ ვიყავით, ბევრნი ვიყავით ძალიან. ბავშვობის მოგონება ყველაზე ბედნიერი მოგონებაა შენთვის? თუ აი მე იმიტომ რომ დედა არა, ყველაფერს თავის ის აქვს, ხო, მაგას ვამბობ, ანუ აი მე პრინციპში ბავშვობაში გავთხოვდი და ბავშვობაში გამიჩნდა ბავშვი. და ბავშვის ბავშვი იყო დათა 19-ის. ხო და ამიტომ რაღაცნაირად ერთად გავიზარდეთ. ხო და ამიტომ ჩემი რაღაც ეს ბავშვობა ცალკე არა მაქვს, ბავშვობის ბედნიერებას დაედო ზევიდან დათა. და ამიტომ რაღაცნაირად, იმიტომ რომ მანიუ უკვე ისეთ ასაკში გამიჩნდა, როცა ხო, დიდი ვიყავი. თუმცა ძალიან უცნაური რაღაცაა, რომ მანიუ 22 წლის ვიყავი, როცა გამიჩნდა, მანიუმ გამახსენა რა მჭირდა 19 წლის ასაკში. ესე იგი, ეს არ იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე მაშინაც ძალიან რაღაცნაირად ინსტინქტურად დედა ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ვიყავი და ეს ინსტინქტები, აი ის რაც მქონდა მაშინ და ის გრძნობა, რომ ჭკუას ვკარგავდი, ეს გამახსენა, მე ეს მქონდა უკვე ერთხელ. აი ეს იმდენი ხანი დიდი პაუზა იყო, დიდი სხვაობაა და ვერ ვიტყვი რომ ძალიან განსხვავება მანიუს და დათას 13 წელი. როგორი დედა ხარ? ეხა ბოლოს რაც მახსენდება მანიუს გადაწყვეტილება, რომ წამოსულიყო თეატრიდან, შენ გკითხა, ქონდათ ამ თემაზე საუბარი? არა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ესე მოიქცეოდა. ხო. სხვანაირად ვერც მოიქცეოდა. სხვანაირად რომ მოქცეულიყო, მე ვიფიქრებდი, რომ სულ ტყუილად ვიყავი მის გვერდში, თუ რომ ვერაფერი ვერ, აი რაღაცნაირად რაღაც სწორად მოიქცა და ძალიან ვაფასებ ამის გამო, როგორც არ უნდა განვითარდეს. შემდგომ არის რაღაცა, რაც მოსვენებას არ მისცემდა სხვანაირად. არჩევანს როცა აკეთებ ადამიანი, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი გააკეთო, მან ხარ პასუხისმგებელი. შენ საქციელებს. ანდრომ შეცვალა თქვენი ცხოვრება, აი ქვეყანაში რაც მოხდა და ანდროს გარდა რამდენი პატიმარია ხო დაკავებული. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პრინციპში თქვენი პირადი ცხოვრებაც შეცვალა, იმიტომ რომ თქვენი პროფესიული ცხოვრება შეცვალა, თქვენი ოჯახს გულისხმობ, დათას და მანიუს გულისხმობ. მოდი ესე ვთქვათ, ჩვენი ცხოვრება ანდრომ არ შეცვალა. შეცვალა ანდროს ამბავმა. რეჟიმმა. მაგრამ ძალიან დიდ ჩემთვის ტრაგიკულია თავისთავად, რომ ანდროსნაირი ადამიანი ციხეშია, მაგრამ მეორეს მხრივ არის ძალიან დიდი იღბალი, როდესაც ჩვენ წარმოგვადგენს და ჩვენი სახე არის ანდრო. ეს ძალიან დიდი იღბალია, რომ ესეთი ღირსეული ადამიანი არის. ეს და არ არის სხვანაირი, მოდი არავის არ დავაკნინებ. ჩემი მე წარმომადგენს დღეს ჩემი სახე ანდროა და როგორ გითხრა ამით ჯერ ისეთი არ მაქვს უფლება სხვანაირად ვიქცეოდე ძალიან ბევრი რაღაცა აი რაღაცნაირად ლაკმუსივით რაღაცებს ამოწმებ მე მგონი ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ ანდრომ იქიდან და ჩვენ აქედან ანდრო ჩვენ ერთმანეთი როგორც პიროვნებები დავხვეწეთ და უფრო ღირსეული ადამიანები გავხდით. მაგრამ ჩვენი ცხოვრება ანდროს არ შეუცვლია. ანდროს ცხოვრებაც და ჩვენი ცხოვრებაც შეცვალა საკიჟეთმა. ამას ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი. არა, რატო ვერ ვიფიქრებდი? ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს არაერთ გზის სხვადასხვა რეჟიმებით. ჩვენ 30 წელიწადი რეპრესირებულები ვართ. 40 წლიანი ურთიერთობა. ნიკუშაზე მეკითხები ოჯახს? ხო, ნიკუშაზე გეკითხები, ნიკა თავაძეზე გეკითხები, 40 წლიანი ურთიერთობა როგორ შეიძლება შეინარჩუნო ადამიანთან? რა არის ამის საფუძველი და მთავარი მამოძრავებელი ძალა აი ამ ხანგრძლივი სიყვარულისა? ძალიან ღირსეული ადამიანი არის ჩემი ქმარი. ანუ აღფრთოვანება რაღაც მომენტებში მისი გადაწყვეტილებებით თუ საქციელებით თუ
ეს არ მთავრდება, ანუ ეს არ გაჩერდა. და ვფიქრობ, რომ ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახანგრძლივებს ამას. ერთხელ მახსოვს ძალიან საოცარი ისტორია. სულ ვამბობდი, რომ მე ამ ამბავს ნატოს მოუყვები. მე როცა გავშორდი ქმარს, ძალიან ბევრი წლის წინანდელ ამბავს ყვები და ექიმთან ვიყავი ვიზიტზე და ეს ექიმი მეკითხება, რომ აი ჩემი ოჯახურ მდგომარეობას და მეკითხება, მე ვეუბნები, რომ ვარ განქორწინებული და რამდენი ხანიაო რომ განქორწინებული ხარო და მეუთხარი უკვე ერთი წელია რაც განქორწინებული ვარ. არა უშავსო ნატო მურვანიძე 7 წელია მის ქმარს დაშორებული იყო და შერიგდაო. ასე რომ ყველაფერი წინ გაქო, აი მქონდა დამაწყნა, როგორც ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით შერიგებას. ძალიან მშვიდობიანად ახლაც განქორწინებულები ვართ, მაგრამ აი დამამშვიდა ექიმმა ქალმა დამამშვიდა და მითხრა და სხვადასხვა მაშინ ძალიან ბევრი წლის წინ მოხდა ეს ამბავი და მე მაშინ იმ ქალისგან გავიგე, რომ ნატო მურვანიძე 7 წლის განმავლობაში განქორწინებული იყო და მე შერიგდა. ეგ როგორ მოხდა, როგორ ხდება? არ ვიცი, მაგრამ სხვათა მეც რომ ეკითხებიან ხოლმე, რომ აი რაღაცა ეს ხდება ჩემს და ეს როგორ იქნება და სულ ვეუბნები, აი ყველაზე არასწორ ადამიანს ეკითხებით ამას, აი ყველაზე არასწორ ადამიანს, იმიტომ რომ მე არ უნდა მკითხო ეს რა იქნება და როგორ იქნება. აი წადი იმას ვისაც რაღაცა ერთი პასუხია, ის კი პასუხი. და მაინც ადამიანები ერთმანეთს შორდებიან და მაინც ერთმანეთს უბრუნდებიან და არა იცი უფრო მაგრამ ძალიან უცნაური რაღაცა არის, მონტაჟივით არის. აი თითქოს ვიღაცამ ეს ამოჭრა ეს ნაწილი და გადააწება, იმიტომ რომ ეს მაგრამ ამ 7 წელმა მეც და ნიკუშასაც ძალიან ბევრი რამე გადაგვაფასებინა და ალბათ ეს ახალგაზრდული უკომპრომისობა, რის გამოც სულიყო აი რაღაც, ხო იცი, რაღაცა ალბათ პატარები ვიყავით იმისთვის და უცებ გაჩნდა დათა და ეს რაღაც ძალაუფლება არის თუ აი ეს არის ჩემი ადგილი თუ ასეთი ოჯახი გვექნება. აი არ ვიცი, აი რაღაცამ ბევრი რაღაც დაგვაწვა ერთდროულად და ვფიქრობ, რომ ამას ვერ გაუძელით და თავში ხარი გვიქროდა და მე მოხდა ის, რომ გადავაფასეთ ალბათ ისა სწორი არჩევანი იყო 7 წლის წინ რაც იყო. როდის განქორწინდეთ, რამდენი ხანი იყავით ერთად? 3 წელი. მე დაშორდით და 7 წელიწადში ეს რომელი წლებია? 92-ში დავშორდით. და 99-ში შევრიგდით. კინოა შენის ცხოვრებაც და ისედაც, კინო თუ თეატრი, არ ვიცი. კინოა თუ თეატრი შენი ცხოვრება მაინც. როგორ ფიქრობ? ეს ისტორია არის მართლაც უჩვეულო. სირა ძალიან ხშირად რას შეეხება პირად ცხოვრებას არ მაქვს პასუხები. და ვფიქრობ, რომ ამდენი ფიქრიც და ანალიზიც არ ჭირდება. ამას იმიტომ რომ მაშინ ცხოვრებას არ უტოვებ ადგილს იმისთვის რომ იყოს. ამ 7 წელიწადში არასოდეს არ გამქრალა რეალურად ეს სიყვარული, მიძინებული იყო? ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ შიგადაში გვრიგდებოდით, ეგრეც არ არის. კი, შიგადაში ხო რაღაცა. მე შევრიგდებოდ, მე ის რომ ვერ მოკლედ. აი ესე რომ შევრიგდით არის პრინციპში ამ 7 წელიწადში თქვენ ერთმანეთის გარეშე ესე მოწყვეტილად არ ყოფილხართ. არა, დათა იყო ელემენტარულად. და ძალიან ადამიანური ურთიერთობა, რაც მთავარია. და კიდე ერთი კითხვა მაქვს, რომ არა ეს 7 წელიწადი, გიფიქრია, რომ შეიძლებოდა დღეს ესეთი ხანგრძლივი ურთიერთობა არ ქონოდათ? შეიძლება. ალბათ დავხოცავდით მაინც ერთმანეთს რაღაცა პერიოდი. აი ეს არის, აი რაღაცა ჭიდაობა იყო ძალიან დასაწყისი. მიუხედავად დიდი გრძნობისა, აი მართლა რაღაცა აი ესეთი გრძნობისა, რომ იხჩობი და კვდები, მიუხედავად ამისა, აი რაღაცა ჭიდაობა იყო და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მაინც ასაკის. ანუ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის სიყვარული საკმარისია? არა. რა არის კიდე საჭირო?
ხანგრძლივი ურთიერთობისთვის მარტო სიყვარული არ არის. მაგრამ უსიყვარულობა სიყვარულს უნდა ძალიან არა, უსიყვარულოდ ძალიან პრაგმატულად შეიძლება. აი მაგაშია საქმე. ხანგრძლივი ურთიერთობა შეიძლება იყოს აი აღებ-მიცემის პრინციპით. ძალიან ბევრი გაგვიგია, ბუღალტერია მუშაობს მაგ დროს. მაგრამ აი ამ გრძნობას თან მოყვება ძალიან დიდი წყენაც, ანუ ამ ხელა რაღაცაზე შეიძლება ძალიან, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი გრძნობა, ყველაფერი არის გაზრდილია. და სიყვარულს ვფიქრობ, რომ ძალიან შრომა უნდა, რომ ეს შეინარჩუნო, ყოველდღიური შრომა ჭირდება. ყველა ურთიერთობა სჭირდება ყოველდღე ანგარიშის გაწევა ერთმანეთისთვის. ესე არ არის რომ გარეკო სადღაცა და მიერეკებოდა. მარტო და ის მოგძდევდეს, ანუ ხან შენ მისდევ, ხან ის მოგდევს და ეს შეთანხმებულია. სიყვარულმა შეიძლება დაანგრიოს ზედმეტმა სიყვარულმა. შეიძლება დაანგრიოს ურთიერთობა, სანამ არ მიხვდები, რომ სიყვარული ეფუძნება გარკვეულწილად რაღაც კომპრომისებს, უდიდეს ნდობას. შენი ურთიერთობა მაშინ ზედმეტმა სიყვარულმა დაანგრია? ხო, იმიტომ რომ აი ამ ხელას რო არ პატიობს, არც ის პატიობდა, არც მე და ვიყავით ძიძგილაობაში. ნუ ეს ასაკის ამბავია კი. ხო. დათა იყო ძალიან დიდი სამიზნე, აი ამ წარმოუდგენელი აგრესიის, აი სპექტაკლის გამო, რომელიც დაიდგა. ესეთი დიდი დარტყმა და ტკივილი ახლა შულს როცა ეხება, მან მით უმეტეს უსამართლოდ როცა ხდება, მით უმეტეს ძალიან გათვლილად რო არის გამოტანილი ის კადრები, რომლებიც აბსოლუტურად ამოგლეჯილია კონტექსტიდან და ყველაფერი კონტექსტია, ყველაფერი. და იმ ადამიანებს, იმ მორწმუნე ადამიანებს, რომლებსაც ეს სპექტაკლი რო ენახათ, დარწმუნებული ვარ, ისინი თავისთვის სასარგებლო რაღაცას წაიღებდნენ, ხო? ეს სწორედ ამაზეა. მაგრამ ანუ როგორც მშობლისთვის, დედისთვის არ იქნებოდა ეს მარტივი, აი ეს უსამართლობა, ბოროტება, იმიტომ ეს იყო ძალიან დაგეგმილი, ხო, ეს ყველაფერი. ეს იყო დაგეგმილი. გადაღება, ამის კონტექსტოდ, უშინაარსოდ, აბსოლუტურად გამოცლილი ყოველგვარი აზრისგან, შინაარსისგან და ასე მიწოდება იმ ადამიანებისთვის და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ალბათ იცი და ჩემგან პირველად არ გაგიგია, რომ აი ეს იმ ტროლბოტების არმიის ქვეშ შეიძლება სულ 3-4 აკაუნტია, რომელიც მართავს აი ამ თელ ტროლებს და ბოტებს და თითქოს ქმნის საზოგადოებრივ აზრს. ანუ ეს არის რა ყველაზე ცუდი, რომ ისინი აკეთებენ იმიტაციას, რომ აი ესეთი არის, იცი, უმრავლესობის აზრი და ყველა ასე ფიქრობს და შენ ხარ უმცირესობა. მე ამის მტკიცებულება არ მაქვს, რომ 3 და 4 აკაუნტი აკეთებს ამას, ამიტომ მაგაზე არც დავიხარჯები მაგაზე ფიქრი. თუნდაც იყოს ეგ აზრი, თუნდაც ამდენი იყვნენ და თუნდაც ასე იყოს, არასწორ ამბავში არიან და ვერ გაიგეს და არასწორად მიაწოდეს და ზუსტად ისე გამოიყენეს და თუ კი ვინმემ ისინი გარყვნა და თუ კი ვინმე მათ არ გაუფრთხილდა, იმიტომ რომ ამ სპექტაკლს წინ ახდა ძალიან დიდი გაფრთხილებები და ჩვენ არც ერთი კანონი არ დაგვირღვევია, არც ერთი. და კანონის დარღვევა არის ის, რომ შენ დილიდან საღამომდე 2 ტელევიზია რომ არ ითვალისწინებ ბავშვების ასაკს, არ ითვალისწინებ და ამას უშვებს საათში ერთხელ როგორც ნიუს. თუ კი ვინმე გარყვნა მათი შვილები, აი ეს 2 ტელევიზია, რომელზეც არიან მიპიჭინებულები. და რომელიც დასანქცირდა. ძალიან მწუხვა რომ დასანქცირდნენ. იმიტომ რომ არავის ცუდად ყოფნა არ მიხარია, უბრალოდ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. ხო, მაგრამ ნუ ჩემი აზრით ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რასაც აკეთებდა ეს არხი და მე აი ძალიან ბევრჯერ მithქვამს ეს და მიწევს თქმა, რომ თუნდაც ის რომ ამ არხის, არ ვიცი, ჟურნალისტები, ოპერატორები, ანდრო ჭიჭინაძე როგორ გამოიყვანეს ხელბორკილ დადებული იმედის ოპერატორმა გადაიღო ეს და იმედის ოპერატორს ელოდებოდნენ პოლიციელები, იმდენ შეზრდილია ეს 2 უწყება ერთმანეთთან და ისე იღებდნენ ანდროს, რომ თითქოს იღებდნენ ვიღაც კრიმინალს. მივიდა ოპერატორი, გადაიღო და წავიდა, დაამონტაჟა, გაუშვა. და ანდროს ბანერიც
რეალურად ვინც ჩამოხსნა, იყვნენ ზუსტად ასეთი შემსრულებელი ადამიანები. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ჩვენ ვისაუბროთ, რომ ივანიშვილი არ დარბის ქუჩაში, არ სცემს ხალხს, ივანიშვილი არც ვანდროს ბანერს ხსნის და არც ოპერატორის ფუნქციას ასრულებს, ამას ყოველთვის ვიღაცა აკეთებს ხო, და ყოველთვის ვიღაცა აკეთებდა. დღეს საქართველოში ხელოვანები ხშირად ხდებიან სამიზნეები, აი ამ რაღაცა პოლიტიკური კონფლიქტის ნაწილი ხდება დღეს ხელოვანი. ასე არის. ყოველთვის იყო. და ნამდვილად შეუძლია იყოს საშიში ხელოვნებას, ანუ ხელოვნება საშიშია დღეს. როცა რეჟიმი ხარ კი? რეჟიმი არ უნდა იყო. იმიტომ რომ ყოველთვის წინ აღუდგება ხელოვნება ჩაგვრას. ყოველთვის. არასწორს ადამიანის ჩაგვრას ყოველთვის წინ აღუდგება ხელოვნება. ეს რაც ახლა ხდება ვთქვათ და ამდენი მსახიობია თუ ხელოვანი კინოს წარმომადგენლები ძალიან ბევრი მხატვარია იქ რეჟისორი რომელსაც შეიძლება ესე ვერ ცნობენ ადამიანები სახეები არ არიან მაგრამ იმიტომ რომ პროფესია აქვთ სხვა მაგრამ ხელოვნების წარმომადგენლები არიან ეს ადამიანები და ძალიან ბევრი დგას იქ და ისინი იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ. და არიან მოქალაქეები და პირველი ეგ ახარ ჯერ ხო ადამიანი ხარ, მე რა გაქვს ეს პროფესია, მე პურემპური აცხოს არის, მე პურად არ დაბადებულა ეს ადამიანი. კი, მე სხვა რამეს არ ვაკეთებ, არ მივდივარ დაზგასთან და მანქანისან თვითფრინავის ნაწილებს არ ჩარხავ, არ დავაყენებ საფრთხის ქვეშ სხვას იმის გამო რომ ამის კეთება არ ვიცი. მაგრამ ეს რა მოქალაქეობა პროფესიაა? რატომ მეუბნებიან მე პურე მაცხოს პურიო? ეს საერთო გვაქვს. მეც მოქალაქე ვარ და ის მე პურეც მოქალაქეა და ის ვიღაცა ვინც ამას წერს. იმას აქვს ამის უფლება და მე რატო არ მაქვს ჩემი აზრის გამოხატვის უფლება? ხო, ანუ ის არის ჯერ ადამიანი ვარ, მოქალაქე ვარ და მე ვარ მსახიობი, ხო? ის არის მე პურე და ვიღაცა არის თვითფრინავის ნაწილების ჩარხველი, ხო? და სხვათა შორის ასევე მომისმენია, რომ ძალიან ბევრი წლების განმავლობაში ხელოვნების წარმომადგენლები სულ დაახლოებულები იყვნენ ხელისუფლების სტრუქტურებთან, სარგებლობდნენ სხვადასხვა პრივილეგიებით, ეს შეიცვალა ახლა? არ ვიცი. თუ ახლაც არიან. ალბათ არიან, რა ვიცი. არ ვიცი. ჩემთვის ჩაისდალევა პრეზიდენტთან არ წარმოადგენს სიხარულს. ან პრემიერ-მინისტრთან. არასდროს არ ქონია ერთხელ სააკაშვილთან ვიყავი ჩაისეგი. ესეთი შეხვედრა იყო თეატრებთან დაკავშირებით, გამოგვიძახა მან და მე და ნიკა ვიყავით, ეს იყო რაღაც მარტო ჩვენ არ ვიყავით, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ისე დამირეკეს და მითხრის იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება და აზრი, მაშინ ძალიან საკმაოდ აქტიურად გამოვთქვამდი ჩემს აზრს და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანად თვითვლებოდი და ვთვლიდი ჩემ თავს. და ნუ პრეზიდენტი გიბარებს და ძალიან ისე მკითხეს, რომ წამოხვალო და მოთხოვე რას ნიშნავს პრეზიდენტია ქვეყნის მე რა რო ხო ეს всё მორჩა ეს რაღაცა ინსტიტუციაა მე ხო პიროვნებებთან არ მაქვს პრობლემა მე მაქვს მგონია რომ რაღაცა ესე არ უნდა იყოს პიროვნებებს კონკრეტულად ხო არ ვერჩი და მოკლედ ეს აღმოჩნდით ჩაიზე ძიმესაუბარი გქონდათ ივანიშვილის რო გაუჩნდა სურვილი ნატა და ნიკასთან შეხვედრის წახვიდოდი ივანიშვილთან შესახვედრად რომელიც პრინციპში არც ინსტიტუციას არ წარმოადგენს არა და ეხლა აღარ წავიდოდი საერთოდ და არც წავედი ძალიან ესეთივე გადამწყვეტ ესეთ გადამწყვეტ მომენტში ეს არ იყო თეატრზე საუბარი, იქ თეატრზე იყო და მე მგონი ამ ჩვენმა შეხვედრამ რაღაცა შედეგი გამოიღო. იმ ხრივ რომ რაღაცა თეატრების გაერთიანების იდეა გაჩნდა მაშინ
რომ ერთი ის ქონოდა და რაღაცა წარმოუდგენელი იდეა იყო ჩემი აზრით, თუმცა იქვე ჩაიხსნა. მაშინ მიშას დროს ამბობ ხო? აღარ მოისმინა დადებითი აზრიც ამასთან დაკავშირებით და უარყოფითიც ჩვენი მხრიდან საკმაოდ არგუმენტირებული და ჩახსნა ეს თემა? კი, იმიტომ რომ მე ვთხარი რომ ენის შენარჩუნება, რა ის რეგიონების თეატრებიო, უბრალოდ ზედმეტი ხარჯიაო და მესმის ახლა ეს რო თქვას ადამიანმა, იმიტომ რომ და იქნება ეს ბიუჯეტები მოხსნათო იქო და რაღაცა, იმიტომ რომ ვთხარი საერთოდ რომ მიდის ხალხი იმ თეატრებში იმ ხელფასზე რა ბიუჯეტიც აქვს. მადლობა უნდა უთხრათ მეთქი, იმიტომ რომ იქნებ პირიქით და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია ის რეგიონები, რომლებიც, იმიტომ რომ ენას თეატრი ინარჩუნებს, ამ სხვა დატვირთვა აქვს დღეს. და აი საზღვარზე მყოფი თეატრები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მრავალეთნიკური ქვეყანა ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენა არსებობდეს იქ. ივანიშვილთან დაკავშირებით იყო მცდელობები ნატო შეხვედრის, რომელიც დააკეთეს. ამას ლაპარაკი. კარგი. დღევანდელი მოკლედ მე იმის თქმა მინდა რომ სიახლოვე მათთან არაფერს არ გვაძლევს. მათთან შეიძლება მოხდეს შეხვედრა იმასთან მე ქვეყნის მოწყობასთან დაკავშირებით ვერაფრით ვერ დაველაპარაკები ვერავის, იმიტომ რომ არ ვიცი ეს. მე უბრალოდ ვიცი რომ ესე არ შეიძლება როგორც ხდება. და რაც შეეხება თეატრს და ამაზე სასაუბროთ ყველასთან წავალ, თუ ამას რა თქმა უნდა ექნება ხელოვნებაზე სასაუბროთ და როგორ მგონია რამდენად თუნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ცოცხალი, ამაზე სასაუბროთ წავალ ყველასთან. მაგრამ ქვეყნის და კოლაბორაციას სულაც არ ნიშნავს ეს. ეს არის რაღაც დარგის გადარჩენა რაღაცა პერიოდით და ის რაც დღეს ამ დარგში ხდება და კერძოდ თეატრში რაც ხდება და კინოში რაც ხდება, ეს არის ენით აუწერელი საშინელება. ეს არ არის ეს არსად არ მიიყვანს. იმიტომ კი არა ჩვენ დაგვარტყეს და ეგ ახლა ეგ მიხარია კიდევაც რომ ჩვენ დაგვარტყეს, იმიტომ რომ ესე არ შეიძლება, ხო? რაღაცა შენ თუნდა მოგხვდეს ქვა, როცა ისვრიან მარტო სხვა არ უნდა მოხდეს. მე ძალიან მოგხვდათ და დაგიკარგავს მეგობრები პოლიტიკური შეხედულებების გამო? არ დამიკარგავს ადრე, არ დავკარგავ ახლაც. თვითონ თუ არ დამკარგავ. და თვითონ გაუწყვეტიათ ეს კონტაქტი. ანუ არის შესაძლებელი. რაღაცა უხერხულობა არის. მოდი ასე ვთქვათ, უხერხულობა არის. გულახდილად ვამბობ, ძალიან დიდი რაღაცა უხერხულობა არის. მაგრამ ეს უხერხულობა მქონდა ადრეც და ეხლაც მაქვს. მაგრამ მე ყოველთვის ერთ მხარეს ვიყავი. აი იქ, სადაც გიკვირდა შენი მეგობარი, რანაირად არ ხედავს შენ ჩაგვრას. და რანაირად შეიძლება მას ერქვას მეგობარი, თუნდაც ცდებოდე, თუნდაც არასწორი იყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროპაგანდას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ძალიან ბევრი არის პროპაგანდის მსხვერპლი. ისინი ალბათ ფიქრობენ ჩემზე, რომ მე ვარ პროპაგანდის მსხვერპლი, მაგრამ მე ვერ ვარ პროპაგანდის მსხვერპლი, იმიტომ რომ დგავარ ქუჩაში და ჩემ თვალწინ ტროტუარიდან ადამიანებს ხსნიან. ამიტომ ეს არის ფაქტი. ეს არ არის პროპაგანდა. თუ კი ვინმეს თვალი აქვს ახვეული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ და კიდე რაღაცა ძალიან ისეთი ადამიანების ის მოვისმინე, რომ იქო პოლიციელებიო დაზარალდნენო და რანაირად არიანო, ესენი სინდისის პატიმრებიო და რაღაცა და ერთი ძალიან გაბრაზდა და ასე შემდეგ, მაგრამ მე ერთი რაღაცის თქმა მინდა, სასამართლო არის მაშინ, როდესაც შენ მტკიცებულება გაქვს ხელში. ამათ არ აქვს მტკიცებულება, რომ ეს პოლიციელები ამათ დააზარალეს. თორე რანაირად შეიძლება მე თავი გამოვდო ამდენ პატიმარზე, რომ იმათ არაფერი არ დაუშავებიათ. არ ვიცი. მე ვიცი ერთი რაღაც, რომ რასაც ედავებიან იმას ვერ უმტკიცებენ. თორე როგორ დავდო თავი, ჩემ თავზე ვერ დავდებ თავს. და როგორ ვერ დავდებ ამას? აქ არის ლაპარაკი სასამართლო მაშინ არის, როდესაც ეს ეფუძნება მტკიცებულებებს. ამ ადამიანების, ამ საცოდავი ადამიანების მართლა პოლიციელების, რომლებსაც თავი აქვთ გახეთქილი, გაკერილი აქვთ, დაზარალდნენ და ასე შემდეგ. ამის ჩამდენი არ არის ციხეში.
არ არის ის ციხეშია, ვინც გულწასულს წიხლი ურტყა თავში? ის ხო განიარაღებული იყო იმ მომენტში, რაღაც ერჩოდა. ის ხო არ არის, ის ხო იციან ზუსტად ვინც არის, მაგრამ ხო არ დაიჭირეს, ხო არ ან გურამ როგავას როგორ დაესხნენ თავს. ესე იგი ეს არ არის სამართალი. ეს არის სასამართლო არ არის. ამის თქმა მინდა, ეს ადამიანები არიან პროპაგანდის მსხვერპლი წინააღმდეგ შემთხვევაში არ იტყოდნენ ამას. რომ რანაირი სინდისის პატიმრები არიან, არ ჩაუდენია. ასაკის მიმართ მსახიობის პროფესია არის ძალიან გრძნობიარე. კი. და შენ როგორ ხარ? მე როგორ ვარ და აი ძალიან არა, აი რაღაცა იცი სადმე ტყობა ეგა. ძალიან ულიმიტო სხეული მქონდა. ბევრი რაღაცის ამტანი იყო. შემეძლოთ ხო აი რეზინასავით ვიყავ, ყველაფრის კეთება შემეძლოთ და უცებ აი ეგ მეზღუდება. აი იმიტომ რომ მაგ დროს არ ფიქრობ, რომ ეს აღარ შეგიძლია. აკეთებ და მე ეჭედები. ვაიმე შენ და მე გონია რომ ეხა ცეკვა გვახსოვს ყველას. არა, ეგ უკვე ასაკში იყო. მანამდე ნუ რა ვიცი მე 40-ის ალბათ. ანუ მე ასაკში ვარ. არა, ნუ ეხლა ისეთ მდგომარეობაში აღარა ხარ. და მე არ ვარ თან ზარმაცი ვარ საშინლად, არ ვარ ჯიშობ და არა, შემიძლია. ის გაქვს. კი. რა? რაც საჭიროა. არაფერი არ გაქვს, ბოტოქსი და ფილერი არ გაქვს. იმას გულისხმობ, რაღაცა მეზოთერაპიებს და რაღაცა. მოკლედ მაქვს. არაფერი არ გაქვს. მაქვს. ნუ ესე კი ძალიან კარგად გაკეთებული. და შეიძლება ერთხელ ვიხილოთ ძალიან დიდი ტუჩებიანი ნატო. არა. ასაკის მატებას განიცდი? თავისთავად ასაკი არის პრობლემა იმ ხრივ, რომ აი მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, აი რაღაცები რაც მეგონა რომ დაალაგდებოდა ამ ქვეყანაში, უკვე ხვდები, რომ იმას მე ვერ მოვესწრები. აი ეგ არ არის სასიამოვნო გრძნობა. ანუ მე ამ ქვეყანას ვერ ვნახავ ისეთ, როგორიც მინდა რომ ვნახო. არ არის ასე. შეგეწინა. ძალიან ბევრი რამე ჭირდება. არა, ძალიან ბევრი რამე ჭირდება. ეს არის მენტალური ცვლილება, რომელიც ჩვენ რაღაცა პატარა წრეზე ვსაუბრობთ, რომ და ეს პატარა წრე, ამას ეგ არცადარც წასულა, ეგ იქ არის ისევ. ის დემოკრატია, რაც შენ გინდა, ამას მიიღებ, მაგრამ ეს ექნება აქ. მე ვგულისხმობ, აი რომ გადიხარ, რომ ვერაფერი დაანგრევს, რომ გადიხარ და რომ მიდიხარ და რომ ხედავ ყველგან, აი მას აქვს ზაგინცევს აქვს ფილმი Loveless ესე ქვია. უსიყვარულო. სიყვარულის არ მქონი, ხო, ნუ რაღაც აი უსიყვარულო, ხო? ესე აი ყველაფერში შეიძლება ამ ქვეყანაში ესეთი ქვეყანა გქონდეს და ყველაფერში ხედავდე უსიყვარულობას. ტროტუარის დაგებაში, აი მიწუწული რაღაცაზე, ხის გადაბელვაში, ჩამოგლეჯილში, სარეცხის ცუდად გაფენაში, აი ყველაფერში, რაც ამ ქვეყნის სახეს ქმნის, სადაც შენი საქმით გიყვარს, ხო ეს ქვეყანა? და აი ყველაფერში არის უსიყვარულობა. აი ამას რა ეშველება და მე მთელი ცხოვრება მაწუხებდა ეს. და ეს უსიყვარულობა, ანუ ამ ქვეყნის სიყვარულს აი ესეთ დონეზე მე ვერ მოვესწრები. და ეს ცოტა მწყინს, იმიტომ რომ არ ვიცი, ადამიანებს გონიათ თავისუფლება კანონის დარღვევა, წესის დარღვევა, გონიათ თავისუფლება. და ამ დროს პირიქით უნდა დაიცვა წესი, კანონი და იქ იპოვო მე თავისუფლება, რომ შენ მაგით სხვასაც ათავისუფლებ, შენი რაღაცა ზედმეტი რაღაცებისგან. ის რომ არაგებს კარგად, ის რომ ნაგავს არ ყრის, ის რომ მილიონი რაღაცა ხა პირველი რაც მახსენდება, ყველაფერში ესეა, თეატრშიც ესეა, კინოშიც ესეა, მუზეუმებშიც ესეა. ნატო და აგერ გელათშიც ასეა. ეს ხო უსიყვარულობის შედეგია. პირველი გადახურვა, მეორე გადახურვა, ის უცოდინრობაც ხო უსიყვარულობაა.
მართალი. რატო კიდებ ხელს? კარგი მსახიობი ის არის, რომელმაც იცის რა არ უნდა ითამაშოს. რატო იღებ ამის გადახურვის იმას, თუ არ იცი როგორ გადახურო? ვერ იქნები კარგი სპეციალისტი. მორალური ავტორიტეტები ყავს ისე და ვინ არიან ისინი? ან ერთი ვინმე? სხვათა შორის შენ ქმარზე მითხარი წეღან, რომ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. კი. ბევრი მყავს და იმიტომ, მაგრამ ხო, ბევრი მყავს. მაგრამ ოჯახის წევრები ძირითადად და შენ ვისთვის ხარ ავტორიტეტი? გიგრძნია, რომ აი მე ამისთვის ავტორიტეტი ვარ, ჩემი არა. არ მიგრძნია არასდროს, მაგრამ რახან სადღაც მისაღები ვარ, ესე იგი არ ვარ ამოვარდნილი, ხო? რაღაც ჩემი რაღაც წრე მყავს მეგობრების ოჯახის და ყველაზე ბედნიერი დღე რომელი იყო შენ ცხოვრებაში? როცა შვილები გამიჩნდა. ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მსახიობი? არ ვიცი, ალბათ მარლონ ბრანდო. ადგილი მსოფლიოში, სადაც ყველაზე ბედნიერად გრძნობ თავს, სახლის გარდა. იმიტომ რომ მგონი რომ სახლს მეტყოდი. ხო, ზუსტად და ამიტომ წავედი ახლა ფიქრში. არ ვიცი. ადგილი, სადაც თავს კარგად გრძნობ. იცი რა არის, ადგილზე არ მაქვს ისეთი, ადამიანებზე მაქვს. ხო. ადამიანები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები. მე შეიძლება საოცარი ადგილი გამიჯოჯოხეთოს ადამიანებმა და პირიქით. ბოლოს რა ისწავლე ახალი, რაც ადრე არ იცოდი? იცი რა არის? არ ვიცი. იმდენად სულ სწავლაში ვართ. იმდენ რაღაცას ვსწავლობთ ყოველ წამს, ყოველ დღე. აი როგორც გუშინ დღეები როცა არ არის. რა ვიცი, სანამ ცოცხალი ხარ, ალბათ რაღაცას სულ სწავლობ. მთავარია ორიენტირები გქონდეს სწორი. რაც ჩემთვის მაგალითად შეიძლება ძალიან არამოდურ რაღაცას ვამბობ და ის, მაგრამ ჩემთვის ქრისტიანობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩემთვის აი ეს მე ჩემთვის ძალიან მშვიდ რომ იცახდი რომ ვინ არის შენთვის მორალური ავტორიტეტი, ალბათ ქრისტე. ოღონდ თუ მას წარმოვიდგენ როგორც ადამიანს, იმიტომ რომ მაშინ ჩემთვის შესაძლებელი ხდება ყველაფერი, მაშინ ჩემთვის შესაძლებელია ესე ცხოვრება. თუ მე გამოვრიცხავ დიდ ძალას, რომელიც გეხმარება ზევიდან. როდესაც ჩემნაირია. Facebook-ი თუ Instagram-ი? Facebook-ი თუ Instagram-ი? ფუ, არ ვიცი, ორივე ნაგავია რა. არც ერთი ალბათ. YouTube-ერი ვარ მე. ხო, ინფლუენსერობა არ გიცდია? არა, არანაირად. რატო? აი ჩემი ამ ბიმეებით. რა ვიქნები? გაიცეთ ერთი სელფი არ გადამიღია ცხოვრებაში, რომ მოვატრიალო კამერა და ჩემი თავი დავინახო გამიქცე. მე მაქვს შენთან სელფები. ხო, მაგრამ ნუ ეს რაღაცა ის არის. ყველაზე ძლიერი როლი, რომელიც გითამაშია. რა ვიცი მე. არ ვიცი. არ ვიცი, ხა გადავავლე თვალი და აღარ მახსოვს. და ღმერთო. სამი ნიფთი, სამი ისტორია. მოდის ჩვენი რუბრიკა და აუცილებლად უნდა მაჩვენა რა სამი ნიფთი მოიტანეთ. ეხლა ეს არის ერთ პატარა შესავალს გავაკეთებ. თუ გახსოვს ეგ რომ მომწერე. ხო. სამი ნიფთი წამოიღეო. ხო. აი წარმოიდგინე ერთ წუთი ნაგვის მუზეუმში რომ გამოარჩიო სამი ნიფთი. ვერ გამოარჩიო, იმიტომ რომ ჩემთვის აქვს მნიშვნელობა ვიღაცამ რომ რაღაცა წერილი გადმომიგდო სკოლაში. ეგეთი რაღაცები მაქვს შენახული, ცოტა ვერა ვარ. და ვიღაცამ რაღაცა მაჩუქა, მე ეს რაღაცა თილის, მაგრამ შენ თეატრში უნანახორებ მიწყვია და ასე შემდეგ. ეს არის ის, იმიტომ რომ ის ადამიანები მახსოვს ვინც ეს. და მოკლედ ვერ გამოვარჩიე რაღაც ერთი ნივთია, რომელიც ყველგან თანდა მაქვს, ის ბებია ჩემის ნაჩუქარია და ის არ წამოვიღე. იმიტომ რომ რაღაცა ის არის, სამკაულია და ეს სამკაული არ მინდოდა რომ ეთერში სამკაული რა უბედურება. იმიტომ რომ ის სპექტაკლში ეკეთა და ესე მითხრა რომ ეს იყოსო შენი გზამკვლევიო და დამაქვს ყველგან სადაც თამაშობ და დღემდე სვანეთშიც და იმაშიც კი სცენაზე ბებია ჩემის ამ
რაღაცა თილისმას ესე სცენაზე ვდებ ხოლმე და ეს არის ჩემი რაღაცა რიტუალი. ეგ არ წამოვიღე. მოკლედ, დღეს დილამდე არ მქონდა, ისა ვიფიქრე, რომ დილას პირველი რასაც დავავლებ მეთქი ხელს ის იქნება თქო და პირველი დავავლე ხელი. აბა მაჩვენე. ხა გაჩვენებ. იმიტომ რომ ეს თავთან რაც მიკიდია. ცოტა მტვერი გადავწმინდე. ეს არის დათას ფეხსაცმელი. და ეს არის მანუს ფეხსაცმელები. ვაიმე. და ეს ორი ცალი, ეს ერთი ცალი მქონდა ჩანთაზე ჩამოკიდებული და მომპარეს ჩანთა. და არ მახსოვს იმ ჩანთაში რა მქონდა თუ არა, მაგრამ ვერ გადავიტანე ეს ერთი ცალი ფეხსაცმელი რომ მომპარეს. და 90-იანებში. ხო, აი ესე მეკიდა სულ ამით დავდიოდი და მოკლედ ეს ერთი ცალი ეხლა აღარ დავკიდე უკვე ჩანთაში და წლებია ჩემ თავთან კიდია. ვაიმე, არ არსებობს. და ეს თავაძის ფეხსაცმელი. და ეს არის მანუსი. ეს ორივე მანუს ფეხსაცმელი. დიახ, ეს არის რაც პირველი. აი მანუ, აი ამ ფეხუცე, ესეთი ფეხუცები. კი ბატონო. ეს არის რაც პირველი, უბრალოდ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამას არაფერი ისტორია არ აქვს, უბრალოდ ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნივთი. ერთი რომ მოპარულია უბრალოდ. ტანიათ საერთოდ. ბავშვებზე საერთოდ ძალიან მოწყვლად ვხდები. მეც და ამიტომ ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი რაღაცა. და თან ეს პატარა დათა. ეხლა ეს არის ბებია ჩემა მაჩუკა, ამაში არის მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო, ამაში არის ნახშირი. და ეს არის ბებია ჩემი იყო გადაღებაზე სადღაც და უცებ გაიგო, არა, გაიგო რომ რუსთაველის თეატრი დაიწვა. და ეს არის ჩამოვიდა იქიდან და რუსთაველის თეატრის დამწვარი სცენის, სადაც ხორავა, მთელი ეს ბუმბერაზები იდგნენ. ეს რა თქმა უნდა გამოიცვალა და მან შეინახა და რასში ჩადო არ ვიცი, ესე დასკოჩილია და რაღაცა ეს არის ამაში არ ჩანს, იმიტომ რომ გააშავა ეს არის ეს ნახშირი შიგნით. რუსთაველის თეატრის აი ჩანს. ხო. ეს მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ამ ძალიან ისეთი იყო და დიდი რუდუნებით გადმოცა. მომიტანეთ, გავნადგურდი. და ეხლა მოვყვებით ძალიან სახალისო ისტორიას. საოცარი ისტორია, უკვე რაც მოყევი. აქ რაც მიდევს. ხო. 94 წელს, თუ 15, არ მახსოვს ზუსტად, ვთამაშობდი თემურ ჩხეიძის სპექტაკლში სეილემის პროცესი. ვთამაშობდი მერი უორენს. ეს არის სეილემის პროცესი, რომელიც არტურ მილერმა დაწერა 50-იან წლებში. ეს იყო მაკარტიზმის პერიოდი, როდესაც ხდებოდა ადამიანების სტიგმატიზება. რომელსაც აი ესე წითელს არქმევდნენ პირდაპირ და ეს ადამიანები იყვნენ ჩამოწერილები. ეს ძალიან ცუდი ფურცელია ამერიკის ისტორიაში. ეს ხდებოდა 50-იან წლებში და ძალიან ხშირად ხედავ ამის გამოვლინებებს მე სხვადასხვა. მაშინ ზუსტად იგივე იყო, როცა ებრაელებს ვარსკვლავებს აკრავდნენ და ასე შემდეგ. ეს სტიგმატიზაცია ხდებოდა 50-იან წლებში და არტურ მილერმა დაწერა სეილემის პროცესი. სეილემის პროცესი არის იმ სასამართლოზე, სადაც ახალგაზრდა ქალი, იმიტომ რომ უყვარს ვიღაც მამაკაცი, ნახევარ სეილემს ჯადოქრობაში დაადანაშაულებს. და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოახრჩეს. აი, უბრალოდ პატარა რაღაცა სისულელე მიზეზის გამო, რომელიც არ არსებობს ადამიანი, ვის ცხოვრებაში ესეთი რამ არ მომხდა. მოკლედ ეს პატარა ექსკურსი იყო. იქ მე ვისაც ვთამაშობდი, მერი უორენი არის აი ამ ბანდის წევრი, რომელიც იგონებს, რომ ვითომ შავი ფრინველები რაღაცები დაფრინდნენ და ამ სცენას ათამაშებენ სასამართლოში და მოკლედ იმ თავარ პერსონაჟს ჩამოახრჩობინებენ. რომ გამწარებულია ეს გოგო. მოკლედ მე ვისაც ვთამაშობდი, იმას ყავდა თოჯინა. და მოკლედ ის თოჯინა შევკერე მე თვითონ. და მე ოღონდ იმ თოჯინის მიხედვით, რაც სახში რაც ჭინჭები მქონდა, იმ თოჯინის მიხედვით გავაკეთე პერსონაჟი, ანუ ეგეთი ვიყავი მე თვითონ. აი მართლა ესე მეცვა ზუსტად და აი ესეთი სათვალებიანი და რაღაცა სცენა იყო, სადაც აი ეს პირდაპირ როგორ წავქცეულიყავი რაღაც საკეთო და როგორ წავიქცე მეთქი და ესე გავაკეთე, ეს როგორც დავარდა, ესე ვეცემოდი.
მოკლედ ეს ხო ეს ჩემი შეკერილი თოჯინა არის უკვე ძალიან შავ დღეშია მაშინაც არ იყო კაი დღეში მაგრამ ნუ ეხა ძალიან არის და მოხდა ესეთი რამე რომ დოიდგამს ინგლისში სეილემის პროცესს და ეს მაშინ ეს პერიოდია როდესაც ერთმანეთის გარეშე არაფერს არ ვაკეთებ და ნუ ძალიან არ უნდა უჩემოთ წასვლა მოგიგონებ რაღაცას ვითომ ქორეოგრაფი ხარ ეხლა ქორეოგრაფი ინგლისია სად მიყავარ აი რაღაცა მოკლედ ეგ დოი სიმონ მაჩაბელი და გოგი ძოძუაშვილია ეს ჩვენი ხო და მე ერთი ამოვარდი იმიტომ რომ ნუ მსახიობინა და მოკლედ ვუთხარი რომ არ გინდა არაფერი მეთქი მე გაგატან მეთქი ამას თქო იმიტომ რომ ზაფხულია და ჯერ არ ვთამაშობთ ამ სპექტაკლს როდის დაინიშნება არავინ არ იცის მოქმედი სპექტაკლი იყო და მე ჩემ თავს გაგდა აი მერი ვორენმა ითამაშოს მეთქი ამით რეპეტიციები გაიაროს და მე რაღაცა შევუკერონ თქო მაგრამ თქვენთან ვიქნები მეთქი და როგორ გამოიარეს დილას აეროპორტის გზაზე გამოვედი სახლიდან და რომ გაუწოდე ეს და მივაწოდე ეს თოჯინა აი რომ გამომართვა და აი იქ მივხვდი რომ ამას დაკარგავს აი ხო არის რომ აი ვის ვატანე ხლა ამას ეს ამას დაკარგავს და რა თქმა უნდა დადგა სპექტაკლი ჩამოვიდა და მითხრა რომ ეს ლიდსში ხდებოდა ლიდსის პლეიჰაუსში და მითხრა რომ ლონდონშიო სასტუმროში დამრჩაო ამით მოხდა ეხა ეს ამბავი მოკლედ მოიცა რა ხდება აი ხა ნახე ერთ წელიწადში ეს სპექტაკლი დაინიშნა მე ძალიან არ მინდოდა მაგრამ მომიწია და აღარ მქონდა ეს ნაჭრები და ჭინჭები მეორეს შეკერვა არა ოღონდ ეს იყო იმის დუბლი და მეორე შევკერე მაგრამ ამან ვერ ითამაშა კარგად მოკლედ და რაღაცა ეს დუბლი იყო მაინც და მოიცა მაჩვენე არა ეს უკვე დაიფლით ანუ ნახე რა დღეში ანუ ამას შენკერა ხო ნუ რა რაღაცა ხო შეხედე წუთ ეს მოიცა ის დაკარგულია და ის დაკარგულია ლონდონში აი ეხა მე რა წელიწადში მე მივდივარ რაღაც სასწავლებლად და ლონდონში მაქვს რაღაცა ესა და წავედით ერთი კვირით ლიდსში ანუ ერთ-ერთი პედაგოგი ლიდსში ატარებდა ერთკვირიან ასე ვთქვათ ვორქშოპს და წავედი და აღმოჩნდი ამ პლეიჰაუსში და მაინც აი ხა დოის რო ვიცნობ დარწმუნებული ვიყავი რომ ლონდონში კი არ დარჩა არამედ დარჩა ეს მოიგონა რაღაცა და მივდივარ პლეიჰაუსში იქ ერთ პროდიუსერი ვინც იყო იმას ვიცნობდით ეს ენდრიუ სინიორი გამოვიძახე ეს და რაღაცა გაგიჟდა რაღაც დამპატიშა სპექტაკლს იმიტომ რომ თბილისში იყო და ვიცნობდით და მე ვთხარი ენდრიუ დოი რო იყო აქ მეთქი რეპეტიციებს გადიოდა ჩემ თოჯინით თქო ოღონდ ეს წაყვანილი მყავს მეორე ამის გამოსახსნელად მე ვთხარი მე მჭირდება მეთქი რომ ჩავიდე რეკვიზიტში მეთქი იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ეს თოჯინა არსებობს მეთქი და კიო კაცო და წავედით სადღაც სარდაფში ჩავდივართ და რაღაც უზარმაზარ რაღაც ის საოცარი სივრცე იყო რაღაც ტექნიკური რაც იყო და რეკვიზიტში შედის და უცებ იქ ისმის ვიღაცის ციკვინი no აი ესე დონეზე გამორბის აი ზუსტად ესეთი სათვალეებიანი გოგო აი ზუსტად ნამდვილი ოღონდ და აი ესე მაძლევს ამ თოჯინას თურმე მოტეხა აი მე რა ხო მოკლედ იმან უთხრა რომ საქართველოსთან ჩამოვაკითხესო და ხარ გამოგივა ეგ ამბავიო და მოკლედ თოჯინა ეს მერე მომიყვა მოკლედ თოჯინა დავაბრუნეთ ჩამოვიდა საქართველოს მეორემ დაიხსნა სტარიელი დავთანდილის ამბავია და დაიხსნა მოკლედ მან და ჩამოიყვა ანუ ეს ქალი ამის განსახიერება იყო ნამდვილი აი ზუსტად ეგეთი და ეთყობა ეგ თოჯინა რო ნახავთ შეუყვარდა იმიტომ რომ მაგის პორტრეტი იყო რა სიგიჟე აი ზუსტად აი ესეთი თმები ცოტა ესეთი ყურები ქონდა სათვალეები იქ მუშაობდა რეკვიზიტში ხო აი ეგეთი გამოვიდა რაღაცნაირ თოჯინასავით მოძრაობდა მე კი ვინანე რო არ ვაჩუქე მაგრამ ძალიან გმირულად წავედი აი ხო არის რომ აი ჩახვეული მქონდა რომ მე ამას ვიპოვი ეს ისტორია ცალკე დაიდება ეჭვი მაქვს და ძალიან დიდი მადლობა ამ შესანიშნავი ინტერვიუსთვის პირიქით მადლობა შენ იმიტომ რომ მართალი რო გითხრა
საერთოდ არ მახსოვდა რომ ინტერვიუზე ვიჩეკი და არ ვიცი ეს მონტაჟისთვის რამდენად კარგია. არა, მაგრამ კარგია. ჩემთვის კარგი იყო, იმიტომ რომ არაფერზე არ მეფიქრია იმაზე როგორი იქნება ეს ინტერვიუ, ვინ უყურებს, ვის მოეწონება, ვის არ მოეწონება, საერთოდ არ მეფიქრია ამაზე. ძალიან გულწრფელი იყავი, მადლობა ამისთვის და იგრძნობოდა ნატოს დავემშვიდობები, ნატო მურვანიძეს, მოკლედ მომავალ შეხვედრამდე.